გამარჯობათ მეგობრებო, აი დავბრუნდი მოკლედ ამდღნიანი პაუზის შემდეგ. პირველ რიგში ბოდიში, იმიტომ რომ სამწუხაროდ არ ვიყავით აქ. კი არა, აქ ვიყავით, მაგრამ ძალიან ბევრი მანქანა ჩამოგვივიდა, ბაიკით ჩამოგვივიდა, მანქანებით ჩამოგვივიდა, ეს ჩემი ძმაყეთის მანქანა, ეს აგერ ეს მუსტანგი 22 წლიანია, ეს 2020 წლიანი, ეს ჩაჩვენე, მაგრამ ჯულიაც, ესეც ჩემია. ჩამოგვივიდა ეხლა და მოკლედ ამ მანქანებს ვაკეთებდით. მოკლედ აგიხსენებთ ეხლა რა ხდება რა. ეს მანქანა ჩამოვიდა დაზიანებული, აღვადგინეთ და დღეს დაგვჭირა რაღაც წვიმანი ნაწილების თემები. ეს უნდა შევცვალოთ, შავები უნდა დავაყენოთ, რაღაცა გარანტება არათებს მუსტანგის ერთი ეგ უნდა გავაკეთოთ, აირბაგის კრეში ეგრეთ წოდებული შეცდომა უნდა წავშალოთ და ვსიო ხომ მე მგონი. საჭე უნდა შევცვალოთ. და არავინ არ იცის საქართველოში როგორც გავარკვიეთ 22 წლიანი მუსტანგი რომელიც გამოდის თუმცა ქარხმად შიფტერები არ მოყვება და რას ნიშნავს ეხლა რომ ფიზიკურად დაუნშიფტი რომ გინდოს მანქანაზე ან მაღალი შიფტი აპ შიფტი ვერ გააკეთებ იმიტომ რომ არ აქვს ქარხმად თუმცა მანქანებს და ეხლა ჩვენ ჩუმად ჯერ არავინ არ იცის წავალთ საჭეს ვიყიდით დავაყენებთ საჭეს და შიფტერები მე მგონი იმუშავებს იმიტომ რომ არ მგონია ფორცე ხა მაგაში ფული დაეზოგა და ეგრეთ წოდებული გაყვანილობა შეეცვალა იმის გამო რომ რომელი ანუ პერფორმანს პაკეტებს მოყვება. ამათ არ მოყვება მუსტანგზე, ვისაც გირად იცოდეთ ეგეც 2022 წლიანებს და არ ამგონია ეხა მუსტანგს კი არა და ფორდს მაგაში ფული დაეზოგა და აი განახებთ ეხათა მაგათაც ფორდს მაგაში ფულს არ გაწეწავდა ფულს არ დახარჯავდა რომ აი აქ შიფტერები უნდა კონდეს და პერფორმანსი სხვა გაყვანილობა კონდეს და ამაზე სხვა. ხო მუსტანგს ვყიდით ხოთა შორის ეხა დავასრულეთ ახლობით ერთი თვის ჩამოსულია მთლიანად რო ჯამში ვთქვათ და რეკარო სავაზდები რავი საკმაოდ კაი მანქანაა 30-ია გარბენი და მაგარი მანქანა ერთ სიტყვითა და იმ ამაზე მოკლედ ეგ რაც გითხარით ეგენი დაგვჭირა გასაკეთებელი საბურავები შევცვალეთ და მოკლედ დღეს ხომ მოვჩივით წესით ამას წესით კი დღეს გვინდა რომ ეს მანქანა დავასრულოთ მე რა ვიცი დეტალურ რაღაცებს თუ დაგაინტერესებთ გაჩვენებს კიდე რა ფუნქციები აქვს ასე შემდეგ იმ ჯულიაზე გადაგჭა ესე იგი ცივად გავასწორეთ უკანა ფრთა ის ჯულია იყო ჩაძირული მოდი გადავიდეთ აქეთ ჯულიასთან ამ ჯულიას რაც შეეხება ეს ფრთა ქონდა დაზიანებული ოდნავ ცივად გავასწორებინეთ ეს ორივე მანქანა არანაირი რეკლამა უბრალოდ ვიტყვი რა გარანტი მოტორში გავაკეთეთ ის თავიდან ბოლომდე გაკეთა გარანტი და ესეც უბრალოდ იმიტომ რომ ისე მაგრად აკეთებენ ეს ხალხი მანქანებს და ისეთი პასუხისმგებლიანი და ისეთი ადეკვატური ფასები აქვს რომ ძალიან კმაყოფილი ვარ მართლა და მომსახურება აქვს საუკეთესო და კიდე ამ მანქანაზე მოკლედ ჩაძირული იყო მაგრამ ვიყიდე კი ნახავით ამის ვიდეოებს ჩვენ ავტოიმპორტის გვერდზე ვიყიდე და იქოქება სტატუსით არ დადიოდა სტატუსით მაგრამ კულისას ქონა პრობლემა და ერთი კრაპკა ქონა გატეხილი გავაკეთეთ საკმაოდ კარგი მანქანა ეს არის 2020 წლიანი ეს ჩამოვიყვანეთ ახლა ამას ვიტოვებთ თქო ეს ჩვენი არის ის მუსტანგი 22-იანი ამას ვიტოვებთ მოკლედ და ესეთი ამბებია რა და ვინაიდან დიდი გამოხმაურება აქვს ხოლმე და ინტერესი მანქანების უშუალოდ კეთებას რას უკეთებს როგორ უკეთებენ და შემდეგ სადაკეთებენ რაღაც მაგებს რავი ჩართვის დროს პატარა ჩარტვებს გავაკეთეთ ხოლმე და განახებთ ცოტა მოვსუქდი კი ბატონო ეხა ვარჯიშს ვაგრძელებ ისე და იმედია დავიკლებ ანუ ეს ორი თვე ბიჭიკოს გადაყოლილი ვიყავი მანქანებზე და ანუ ამის გარდა 1-4 მანქანა კიდე ჩამოგვივიდა და იმებს ვაკეთებდით და ფიზიკურად ვეღარ მოვიცადე ვიდეოებისთვის და ვერაფრისთვის ხო და ეხა ამ მუსტანგზე გაჩვენებთ ამეების შეცვლებს რაღაცეებს თუ გაინტერესებთ პატარა კადრებს ჩავსვათ იქ მუსტანგის ლოგო რო არათებს იმასაც შევცვლით და საჭის შესვლას გაჩვენებთ და მე თუ მუშაობს მაგასაც გაჩვენებთ დაუბრუნდით ესე იგი აქ რა ვაკეთე ხა მუსტანგზე წერან გამოფრჩა ხო მზის სენსორი რატომღაც მზის კი არა მზის სენსორი არა ბიჭო აი ეს ავტომატური სენსორი არ მუშაობს ანუ ავტომატურ შოცა თავ შუქის კი არა მინის საწმენდიო ჩაირთოს და რამდენიმე გადმოწევრო ანუ რამდენიმე პოზიცია ხომ აქვს რომ ამუშაოს სიტყვაზე 5 წამში ერთხელ ჩართოს 10 წამში ერთხელ ჩართოს 15 წამში ერთხელ ჩართოს და ასე შემდეგ ეგენ არ მუშაობს ერთი სიტყვით და ეხლა გვაინტერესებს რაშია საქმე პინები შევხედოთ სველი ხო არ არის პინები ერთ დავხოთ მოკლედ აი მას ვძახი რა ამას ხო ჩართავთ აქ ხო აქ პოზიციები ეს არის ყველაზე ერთ წამში ერთხელ უნდა ჩართოს დაახლოებით აი ამუშავდა გავაკეთე მოიცა მე ვარ პოზიცია უნდა ვხდო უფრო გვიანობა ჩართოს ხა 1 წამში 4 წამში ჩართო აბა ეხლა ხო ცოტა გვიანობა ჩართოს ხა კიდე ეს არ გიოწიოთ
რამდენიმე წამი დავველოდოთ. ესეც გავაკეთე. ვიხა ბოლო პოზიცია. ანუ ეს არ მუშაობდა რა, მეგობრებო, აი წინ მეატრიალი კამერა. ეს რა next finish. ხო. გამოვართ, დავარეთე პინები просто გადავკდა და ვსიო. აბა ეხა ეს ნახოთ, ოპა, ჩართო ეს. ვსიო ამუშავდა. ბოლო პოზიცია მუშაობს. გავაკეთე ჩემი კაი. საულ კი, მუშაობს. აუ, რა მაგარი. გავაკეთე, ეს გავაკეთე. კაი, შემდეგი ნაბიჯი. ვითომ პრაუდკარ გავატოკე, მაგიტო? ფაქტია, იმ დღეს არ მუშაობდა. აუ, ჩემი რა ვარ, იმენა ავნაირი. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ მანქანის დაშლა აწყობა და რაღაც ხელობები საკმაოდ მეხერხება და რატომ ეხა გეტყვით. წინა ვიდეოში კოროვეტიო დავქოქეთ იმაში პოთი სპორტში კი გეცოდინებათ ეგ ვიდეო ვინც ნახეთ. მიშოვო დაგქვა თუ გახსოვთ ეს კარგად შეცვლა და მე ახ კარგად შევსვი. მიშო გეცოდინებათ ჩემი დეიდაშვილი, აი მაგარ მასწავლა, იმიტომ რომ სუმეჩხებოდა ხოლმე მე რომ მიყურებ რაღაცები შენც გააკეთეო და ისწავლება არაფერი რთული არ არის. კაი მეთქი და მაგის მერას დავამუღამე. ძალიან ბევრი მანქანა ჩემი შვილი დავაწყობ და ძალიან ბევრ პრობლემას ვაგვარებ. მაგრამ ეხლა სამღერბო და საშპაკი და ისინი არ ვიცი მისად თუ მოხდა ვიღაცამ არ მომწეროს ეშტი გამიწორე. ეხლა მოკლედ აი გადავალე ერთ წამი და ესცა ჩვენე. აი ეს მუსტანგის ლოგო არ მუშაობს მოკლედ. მოკლედ ეხლა რა ხდება? ამას შვა უკან. დავშალე და ეხლა უკან ვაწყობ. სტარტული ჩასმელია სეზნემა და არ მუშაობს. ესე რა ქაქის ჭამა გაკეთებული ფორც კიდე. ეს გრანატებაზე ხო თქვი მუსტანგის ის გრანატებს ხო წარწერა. დავშალე რომ ნახავ თქო და ცინგებიდან ესეთი რაღაცა აქვს რომ ანუ დღე როცა არისო გრანატებას არ თავს რომ გაგვეტესტა რა იყო პრობლემა და გაყვანილობა მეგონა მაგრამ გაყვანილობა შეარავიდა სანამ საღამო არ მოკლედ ვერ გავიგებ თანათებს თუ არა ეს გავაკეთეთ ის წინ გავაკეთეთ ეხა წავედით ქრეში მოწავშალოთ აირბაგის ქრეში დამახსოვრებული აქვს ეს სიდერი იყო გახსნილი და მე საჭირო უნდა შევცვალოთ ეხა ნაბორს ჩავდეს მანქანაში და დავგაზაავთ ხო ეგ არის მეტი არაფერი წავედით სამწუხაროდ ხა განათება არ მაქვს მაგრამ აი განახებთ კორვეტი აქ არის კარგად არის აი მივანათებ ბაიკიც აქ არის კარგად არის ესეც სამი ვიდეოებსაც შემოგთავაზებთ კორვეტი არ გაყიდულა ჯერჯერობით მაგრამ ყიდით რა ყიდი მაგრამ ჯერ სამწუხაროდ არის ყიდება დანარჩენი ხა წავედით და დრო და დრო რაღაცებს განახებთ ხოლმე წავედით კაუჩი საჭე ვინც გაყიდა ის წავიდა თორე რო გაიგოს რომ ამ ხელაფასიანია და რაღაცა აღარ გაყიდეს ესენი პიციფი პრაუდკა პირდაპირ შემოდის ეხლა გავიგებთ მუშაობს თუ არა შენი სიჩქარეები თუ არ მუშაობს ჩემი ბრალი არ არის რა ჩაკეცილი ხარ ესეთი Ei. Nахე ჩილა. ვერ მოვარტყი. ეგარ მუშაობს 22-აზე დააყევოთ 21-იანიდან ან ქვემოთ საჭე და შიფტერები გექნებათ საჭის რემონტი თუ გინდათ რემონტი არ არის არის შეცვლაი ფორდი რა ყლეა ჩემი ეხა ფურს დახარჯავდა მეთქი იმაში ვიფიქრე შეცვლაში ამეების გაყვანილობის მოკლედ რა ხდება ეხა საჭე გადავაწყე თლიანად ხილაკები ან ყველაფრიანად ამას შიფტერებიც აქვს ოღონდ უკვე შიფტერიანი საჭე გვაქვს ტიპოდი შექა მოვიღებ კანჩ დამჭერს
არ შემოგთავაზე. რა დონატს არა არ დაისტუკო. გასაყიდი მანქანაა დონატი არა. თქვენ საჭიროა დაიჭერთ ერთი ხელით კარგი იქნება რომ გადაუჭირო. ამას რაღა მოხსნეს წეგალს მარტივად მოხსენი. ეხა ბარემ ჩავსვავ აირბაგსაც, აირგაგს. აირგაგი დავდი აქეთ. აი, აირგაგი. კარგი შეჩემისა გულს მე. ой. კარგი. აი ესე. სიო. მოიჭი ჩავხტარი. რა ყოიშქნარია გაუხსნილი აი ეს სიმბოლი ეს ნაგავი. რა გინე მუშაობს. ეხა გვაინტერესებს ჩვენ აირბაგი ჩააქრო. არა ანტო. ოპაც, გვაქ შიფტერები, პირველი მეორე ადგილზე მეც არ ვისებს ოღონდ. ვაფშე მგელი არის სიმო. ეგ არის ხალხო გამოვიდა ეს მეორე პრობლემაც მოვაგვარეთ. ეხლა აქედან მივდივართ ემაზე. ის გავაკეთეთ რა ქვია. მოდი შეჩემა. აირბაგის ქრეში წავშალოთ და ეხლა გავტესტავთ შიფტერებს. ესი ოპა, არის პირველი სიჩქარე. აი აქ ვაფშე არ ეწერებოდა ეს სიჩქარე. ნახე. აი აქ ეს პირველი სიჩქარე არ ეწერებოდა საერთოდ. აი მეორეშიც გადავიდა. მუშაობს. ეხლა ვნახავთ სიარულში თუ მუშაობს. რა ხომ დავტრიალეთ ჩემით რო შევართ. მე რა პირველი დავიძრე მეორეს მისცემ კი გავიგე. მუშაობს თუ არა. დაბლური თამაშები. Traction control op. Ვუ. ეს 4 ცილინდრიანია და მოვიწყდა ხუა. არა, ყველაფერი მაგარი მანქანა. ესეც გაკეთდა, ისიც გაკეთდა. ეხა კრეშს წავშლით და წეშთ ეს მანქანა დასრულდა. პირველში იტოვებს, კი, იტოვებს. კი, მუშაობს, მესამე გჭირდება, მეოთხეც მისცე. მესამე დაუნშიფტი ყველაფერი очень перфекто. სეკუნდე არ უწვალებია ეს მანქანა. ვაფშე მოყოლებს ძმაო. ხედავ, მაგრამ კი არ დამიტყობს. პირველი მივცეთ მუშაობს. ონო, მას დანოსობს კიდევაც სიმბოლ შვენიურად პირველშიც არის. კი, კაცო. ვაფშე მგელია. წავით აქ ქრეში წავშალოთ. იყიდება. 2022 წლის მე-12 თვიანი დაჭე 23-იანია მაშინა. გარბენი აქ აი 51,000 კილომეტრი. იყიდება $22,000. განუბაჟებელია ჯერ. იყიდება 22-ში და არის პრემიუმ პაკეტი. ბარემ თქვათ ეგეც. რეკარო სავარძლებით, სპორტული სავარძლებით ქარხნულად მოყვა. ასევე აქვს ეს CarPlay და ისინი ხო ეგ ყველა მეცის პრემიუმ პაკეტია და კიდე რა გამშვების სისტემა აქვს შეცვლილი როუში ჩამოყვა. როუშის გამშვები რა, ანუ კატალიზატორი ქარხნული აქვს, კატალიზატორის მერი არის როუშის ბოლობა ჩოკები. დაკიდების სისტემა ჩამოყვა ეიბახის და სხვა რა აქვს. შიფტერები, შიფტერებია, ხო, 22 წელს არც ერთს არ აქვს ინტერნეტში. მირეკავენ, აჩკო მიგზნო აქ რო ვარ თუ რა არის. მოკეთ ან შეჩაკერთვებით რა კიდე. მოკლედ მეგობრები, რა ვიცი ამდენად გამოჩნდება, მაგრამ აი ჩვენი კორვეტი, აი ეს მუსტანგი. ჩვენი კორვეტი კარგად არის. თავს კარგად გზნობს. ესე ჩვენი ბაიკი. ეს არის 2024 წლის X500.
დანარჩენს ამის ვიდეოს მე შემოგთავაზებთ გადავიღებ აუცილებლად. ძალიან მცირე დაზიანებით შემოვიდა, აქეთ იყო წაქცეული პატარაზე და აღვადგინეთ გავაკეთეთ. წავედით ხა დავიშენოთ. ეს ჩვენი კოროვეტი და მოვა შეხვედრამდე.